მებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ამ თემით, რა მოხდა შეველში. ცოტით. ყველა. მოკლედ მრჩეველში საბუთები, რომლებიც 13-ში უკვე გადმოგზავნილი ქონდა ლიმბახს და აი ახლა მე თქვენ გაჩვენებთ თუ რა საბუთები იყო გადმოგზავნილი ლიმბახიდან. Samet ივლის ლიმბახს გადმოგზავნილი ქონდა ჩვეულებრივი ლაბორატორიული კვლევა ჩემთან. აქ არის მითითებული 13 ივლისი 07/2026. აქ არანაირი მითითება არ აქვს ლაბორატორიას, რომ აქ ნაწილობრივი პასუხები არის მხოლოდ. ნაწილობრივი პასუხები რომ იყოს მოსული, აი აქ ეწერებოდა მის მიმართვა, რომ სრულად არ არის დასრულებული პასუხები. თქვენ იცით, რომ გუშინ მე ვესაუბრე, 14-ში მე ვესაუბრე მრჩეველს და 14-ში მეუბნებიან, რომ 13-ში შემოსული პასუხები აქვთ უკვე მრჩეველს პასუხები. 14-ში მეუბნებიან, რომ ჩემი არანაირი მსგავსი საკითხის განხილვა არ არსებობს. ანუ არანაირი უკვე ვეღარ ვსაუბრობ, ისე ნერვები მაქვს დაწყვეტაზე რა. 14-ში მეუბნება მრჩეველი, რომ არანაირი ის არ მოიძიება ჩემზე დოკუმენტაცია. რა თქმა უნდა, ისევ ნერვების ფასად, რომ შემდეგ ამას მივყვები ბოლომდე და ვჩხუბობ, რომ რას ქვია არ მოიძიება. 14 დღე, კალენდარული დღე დასრულებულია და უნდა იყოს წესით მოსული ეს საკითხები. მეუბნებიან, რომ 15-ში არის მე-14 დღე და დაელოდეთ 15-ს. 15-ში 4 საათზე ვრეკავ მრჩეველში და მეუბნებიან ასეთ რამეს. გადამრთეს ვიღაცასთან, რომელიც მეუბნება, ქალბატონო თამარ, ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივი პასუხები გვაქვს მოსული. თუმცა წინაზე მიპასუხეს, პირველ დარეკვაზე მიპასუხეს, რომ არ არის ჯერ პასუხები. მეორე დრო შევაწუხე, ქალბატონო თამარ, არა, სხვათა შორის ლაივი რო ჩავწერი, იმის მერე მირეკავი, თვითონ მირეკავენ მე და მეუბნებიან, რომ ნაწილობრივი პასუხებია მოსული და ორი მეტალი, რომელიც მნიშვნელოვანი მეტალია, არ არის ჯერ დასრულებული. ამის გამო ლიმბახში ესაუბრა ქალბატონ ვიღაცას და იქიდან მოიწერეს, რომ პასუხები იქნება მალე, ჯერ არ არის დასრულებული. და ვეუბნები დოკუმენტაცია მომეწით, რომ ლიმბახმა გამოგიგზავნათ თქვენ ამ მიმართვით, რომ სრულად არ არის პასუხები. მომეწით ეგ იმეილი, გადმომიგზავნეთ ეგ იმეილი. დოკუმენტაცია სადღაცა ხო უნდა ეწეროს, რომ ლიმბახმა თქვენ გითხრათ, რომ 13-ში არ იყო სრულად გამოთვლილი ის პასუხები, რაც პასუხებიც უნდა მოსულიყო ჩემთვის. დღეს მიგზავნიან იგივე წერილს, ოღონდ შეცვლილი აქვს აი ეს. შეცვლილი აქვს შემოსვლის დღე. აქ უკვე შემოსვლის დღე არის 16/07/2026. იგივე დოკუმენტაცია, მხოლოდ დამატებული აქვს ის ორი. ვეკითხები. თუ იგივე
ერთი წუთით. თუ იგივე დოკუმენტია შემოსული და ბოლოში მიბმული აქვს ის ორი მძიმე მეტალი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, რომელიც გამოიყენება მედიკამენტებში, ბისმუტი, თუ არ ვცდები ესე ქვია ბისმუტი და კალა, რატომ არის სრული მომეცით იმეილი მე ვეუბნები ვთხოვ მრჩეველს რომ მომეცით და მომწერეთ იმეილი სადაც წერია დოკუმენტაცია რომ სრულად არ არის ჩემი საკითხი განხილული როგორ მიხვდით თქვენ ხო უნდა დავინახო თუ 14-ში მეუბნებით რომ არ არსებობს ჩემზე დოკუმენტაცია საერთოდ თუმცა 13-ში შემოსული არის უკვე ჩემზე დოკუმენტაცია ანუ ანალიზების პასუხი მაინტერესებს 14-ში რატომ მეუბნებით რომ არ არის შემოსული რაც შემოსულია ხო უნდა მითხრათ რომ ნაწილობრივ არის შემოსული სანამ არ ვიყვირებ არა როცა ვიყვირებ მერე უკვე მიგზავნიან 2 საათის მერე აი ამ საკითხს რომ ვითომ ცინკი და ბისმუტი არ არის თუ ბასმუტი არ არის გამოკლეული თუ არ არის გამოკლეული მაშინ მაინტერესებს რატომ არ არის ერთად გამოკლეული რატომ არ არის ერთად მოსული რატომ მომატყუეს 14-ში რომ 13-ში შემოსული რატომ დამიმალეს 13-ში შემოსული ჩემი მონაცემები რაც იყო შემოსული ხო ჰქონდათ მათ შემოსული ეს აი ვეღარ ხსნი უკვე იმდენად უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობთ დედას ფიცავარ დამეკიდეს ყურბილი ქალბატონო თამარ მე თქვენთან ასე ვეღარ ვისაუბრებ დედა მოტყნულები უხთქვენი ღმერთმა გადაგიხადოთ უკან ჩემი ნერვების გაფუჭებისთვის ღმერთმა ისეთი გადაგიხადოთ ფეხზე ვეღარ დამდგარ ხართ რა რატო აყალბებენ ჩემს აბუთებს გამაგებინეთ რატომ არ მეუბნებიან პასუხს რატომ არ მწერენ პასუხს და რატომ არა აქვთ იმეილი სადაც ლიმბახი იწერება მრჩეველთან რომ ჩვენ ვაგზავნით მხოლოდ ნაწილობრივ დოკუმენტაციას რატომ არ იწერებიან ამას და რატომ იმალავენ ბოლოში მიბმულ იმ ცინკსა და ბასმუტია თუ ბისმუტს რომელიც გუშინ დამიმალეს გამაგებინეთ რატომ არ მწერენ იმას ხო სადღაცა ხო უნდა ეწეროს 13-ში თუ აგზავნის ლიმბახი და ჯერ პასუხები არ აქვს და იგივე წერილს აგზავნის 13-ში 16-ში ლიმბახი მაშინ 13-ში რაღაცა აგზავნის ლიმბახი თუ ლიმბახი იგივე წერილს აგზავნის თავისი წინა სართით და არ არის დასრულებული დოკუმენტაცია რატო აგზავნის ლიმბახი 13-ში ნაწილობრივ პასუხებს და რატომ არ აგზავნის 16-ში სრულ პასუხს გამაგებინონ სადღაცა ხო უნდა იყოს ეს წერილი რომ ნაწილობრივია მოსული მხოლოდ ამ ქვეყანაში როგორც მიმაწვალებენ ჩემზე უარესად გარდაცვლილი ადამიანების მშობლებს პასუხს არ ეუბნებიან 15 წელი 4 წელი 8 წელი არ ეუბნებიან რითი გარდაიცვალა მათი შვილები მე ცოცხალი ვარ და მადლობა უფალს რომ ცოცხალი დავრჩი და არ მოვკვდი პასუხს არ მისცემდნენ ჩემს ოჯახის წევრებს თუ რითი გარდავიცვალე დამერწმუნეთ მაგაში არ მისცემდნენ არც ერთ შემთხვევაში იმ ზუსტ პასუხს როგორც ეხლა მემაწვალებენ ცოცხალი ვარ და მემაწვალებენ მიმალავენ ჯერ პასუხებს აშკარად მატყუებენ ანუ ტყუილს მეუბნებიან 14-ში რადგან 13-ში შემოსული აქვს დოკუმენტაცია 14-ში მეუბნებიან უარს რომ არ არსებობს ჩემზე დოკუმენტაცია საერთოდ ჩემი პირადი ნომრით არ მოიძებნება ბაზაში არანაირი დოკუმენტაცია თურმე
და 13-ში გამოგზავნილი წერილი იგზავნება ისევ 16-ში. ხოლოდ მას მიბმული აქვს ის დანარჩენი 2 ცინკი და ანუ კალა და ბასმუთი. გამაგებინეთ ამ ქვეყანაში რა სამართალზე უნდა გქონდეს ჩვენ საუბარი და როგორ არ უნდა იგინო მაგის დედაში. როგორ არ უნდა იგინოს ადამიანმა გამაგებინეთ. 1300 ლარის ანალიზები ავიღე და გამიყალბეს ანალიზები. ეს არ ვიცი რა გააკეთეს მე მაგათმა რა გააკეთეს არ ვიცი. მე ხლა დავიწყებ ლიმბახში გადამოწმებას. მაგრამ მეტირება რა, ჩემ თავზე მეტირება დედას ვიცავ რა. მაგარ დამპალ ქვეყანაში დავიბადე თურმე რა. ბისმუტი და კალა. ბისმუტი და კალას აი ზუსტად ბისმუტი და კალა იყო რომელიც ექიმმა მითხრა რომ ესენი მაინტერესებს. მაინც და მაინც ბისმუტი და კალა გახდა სადაო რომ ვერ გამოიძიეს 13-მდე. 3-ში შესული ანალიზები 13-მდე 16-მდე ვერ გამოიძიეს თურმე. მე ესეთ რამეს ვისურვებ რა ეხლა რა. ვინც ამ საკითხში ტყუის. ვინც ამ საკითხს მიმალავს. ვინც ეს საკითხი გააყალბა. თუ რა გააკეთა, ვინც მომატყუა საკითხი რა. ღმერთმა იცით რა გაუკეთოს? რა ვისურო? აი არც ვიცი რა ვისურო. არ ვიცი რა ვისურო, რა უნდა უსურო. ცოდოა ეს ადამიანი, ვინც ესეთ რაღაცებს აკეთებს. მე ახლა ვხვდები რა უძლურია ადამიანი. რა უძლურია ადამიანი დებილი ადამიანის წინაშე. აი რა უძლურია ადამიანი დებილების წინაშე რა. არ ამსუის რომ ატყუა რა. ნორმალური ახლა და განათლებული და სულიერებაში ჩახედული ან საერთოდ ამ აზრზე მოსული ტყუის იტყვის თუ დებილი არ არის. ვინც იტყუება და მატყუა რა დებილია ყველა. ვერ მოსულა გონს რისთვის მოდის ამ დედამიწაზე. ვინც პირში მატყუებს და პირში მატყუებდა 1 საათი მომინდა ჩხუბი იმაზე ქალი მენეჯერი მეუბნებოდა მრჩეველში რომ შენი სისხლი დაგვაკლდაო და ამიტომ მოგიყვანეთ მეორეთო. ქალბატონო მე ვთქვი ჩემი სისხლი როგორ დაგაკლდათ. მაშინ დამიწერეთ წერილი რომ დააკლდა იმას რაც აიღეთ იმ სისხლს დააკლდა და კიდევ ერთხელ იყო საჭირო რომ მოვსულიყავი აქ. ვერ მიწერდა წერილს. წერილს მე ვერ დაგიწერო. ესეთ წერილს მე ვერ დაგიწერო. მაშინ გამაგებინეთ რატომ დააკლდა მე ვთქვი. საბოლოო ჯამში გაირკვა რომ ეგთანთან რომელსაც უნდა აიღო სისხლი მეუბნება ეგთანი რომ კი არ დაგვაკლდაო. ერთი კოლბის აღება დაგვავიწყდაო. სანამ ეს ქალი აქ მოვიდა და ეს ეგთანი ამას მელაპარაკება, ეს ქალი რომელიც მენეჯერია და მეუბნება და მიხსნის და პირში მატყუებს რომ იცით რა ქალბატონო თამარ, თქვენი სისხლი დაგვაკლდა, ეს ნორმალურია, ზოგი სისხლი ესეთია, ზოგი სისხლი ესეთია და ვუსმენ ამ ქალს და მეუბნები რატომ მატყუებ? მეთქი თვალსა და ხელშუა მატყუებ. კი არ დაგაკლდათ მეთქი ჩემი სისხლი. ერთი კოლბის აღება დაგავიწყდათ. არა ქალბატონო თამარ, არაფერი არ დაგვავიწყდა ჩვენ, ავიღეთ ყველაფერი ისე როგორც საჭირო იყო, ხოლო თქვენი სისხლი არ ეყო. ქალბატონო მეთქი წეღან თქვენმა კოლეგამ მითხრა რომ ერთი კოლბის აღება დაგაკლდათ. თქვენ მეუბნებით ახლა ტყუილს. რა გავიგო მეთქი რატომ მატყუებთ? რატომ მატყუებთ? ვეკითხები, რატომ მატყუებთ? არაფერს არ გატყუებთ ქალბატონო თამარ,
ვარ, შევიდნენ იგივე საბჭო მოაწყეს, ესექთანი ჩემთან არის. გაურკვევლობაში ვაფშე რა ხდება? ხო შეუძლია რომ თქვან რომ დააკლდათ კი არა და ერთი კოლბა დაავიწყდათ რო აიღოთ. ერთი საათის განმავლობაში მე ამ ქალთან მქონდა ჭიდილი, თვალსა და ხელშუა მატყუებს რომ მე ვარ დებილი. და ვერ ვიგებ თურმე რაშია საქმე რა. ქალბატონო მეთქი თქვენთან შეიძლება სხვასთან გაგივიდეთ, მაგრამ ჩემთან არ გაგივათ ის, რომ პირდაპირ პირში მატყუებთ, რომ თქვენ დაგაკლდათ ჩემი სისხლი. ამას არ ქვია სისხლის დაკლდომა. სისხლი რომ რაღაცას დაკლებულიყო, მაშინ უნდა იყოს საფუძველი, რატომ დააკლდა სისხლს. დაექცათ სისხლი, ჩემი სისხლი იყო რაღაც უცნაური, თუ რაღაცა საფუძველი ხო უნდა გქონდეს ამას არა? 1 საათის განმავლობაში მატყუებდა ეს ქალი სანამ ბოლოს არ ვათქმევინე ბოდიში. ეხლაც იგივე ხდება. რისთვის ვიბრძოლო? თორე კი მე ვინმეს უნდა ვუმტკიცო რამე? მე ვინმეს უნდა ვუმტკიცო რამე? მაგარი ცუდ დღეში ვართ საქართველოში, დედასპიცა ვარ, მაგარი ზომბები ვართ რა. ხალხს აზომბირებენ, ხალხს ამ დონეზე პირში ატყუებდნენ, ფულებს ძალავდნენ და მერე კიდე ამასობაში თვალსა და ხელშუა საკითხებს უყალბებდნენ. ესეთი რამე დედასპიცა ვარ, ჯოჯოხეთში თუ შეიძლება და კოშმარში თუ შეიძლება დაგესიზმროს რა. მხოლოდ ჯოჯოხეთში ხდება ესეთი რამე. მართლმადიდებულ ქვეყანაში, სადაც ქრისტე წამთ, სადაც რო შედიხართ ხატებით აქვთ გადაჭედილი ყველაფერი, იქ არ უნდა ხდებოდეს ესეთი რამე, ხალხო. მე უნდა ვასწავლიდე ხალხს, რომ ნუ მოიტყუები რა, მითხარი რომ დაგაკლდა და გავიგებ მაგის დედავატირე, იქნება და რა დაღლილი იყო ის ადამიანი, რომ დააკლდა ერთი კოლბის აღება რა, 5-ის მაგივრად 4 აიღო. მითხარი და არაფერს აღარ ვიჩხუბებ, იმიტომ რომ გრძნობ რომ ატყუებ. ამიტომ გეჩხუბები. ეხლაც რო ვიწყებ ყვირილს გრძნობ რომ მატყუებ, კი არა და ვხედავ რომ მატყუებ. ფაქტის სახეზე მაქვს რომ მატყუებ. 14-ში მეუბნები რომ არ მაქვს შენი ანალიზებიო, როცა 13-ში მოსულია ანალიზები. და მიგზავნი კიდე 16-ში ზუსტად იგივე ანალიზებს, მხოლოდ ის ორი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, იმას არ ვიცი რას უშვები. გაურკვევლად მრჩება, რატო მოხდა ესე? რატო უნდა ვინერვიულო მე დედამოტყნულების გულისთვის, გამაგებინეთ რა. იმან ვინც მოწამლა განახორციელა, მიწაში ვნახო, დედასპიცა ვარ, თავისი შვილიან ქმრიანა მიწაში ვნახო. ვინც ეს განახორციელა, მოწამლა განახორციელა და აი აქამდე მიმიყვანა რომ მრჩეველთან საქმეებს მარჩევინებს, დედასპიცა ვარ, მიწაში ვნახო ის სამივე. ჩემი თვალით ვნახო მიწაში. სანამ ჩემი თვალით მიწაში ვნახავდე, მე რაც ვუთხარი მას, აი ესე ენახოს, დედასპიცა ვარ, აი ესე ახლოს ენახოს, 2 მილიმეტრის დაშორებით ენახოს. მრჩეველში ვინც იტყუება, ყველას სამსახური გაუქმდეს, სამსახური ვეღარ ნახოს ცხოვრებაში. უნარო გახდეს მუშაობის. და მოეკავეთოს სრულიად მუშაობის უნარი. ლაპარაკის უნარი მოეკავეთოს. ამინ ამენით უფალო იესო ქრისტე ისმინე ნებითა შენითა. ყველა ვინც ამ საკითხში გარეულია რომ მე მასიაფანდებს ვითომ რა და რაღაცა ტვინს მირევს, ხო? დედაც მისი გალამაზებული იყოს. მე ამ საკითხს აღარ ჩავეძიები, იმიტომ უკვე გრძნობ რომ ამ საკითხში ურევია ხალხი, რომელიც
სერიოზულ თანამდებობაზე ზის და სისტემის დიდი ნაწილები არიან. რაც გინდა ის თქვით, გინდა გიჟიაო ის თქვით, გინდა იტყუებაო ის თქვით, გინდა ვეღარ გააგრძელაო ის თქვით, არ მაინტერესებს, დედასპიცა ვარ, მე იმიტომ რომ თქვენ დეგენერატულ აზრებს რაღაცა პასუხი გავცე, აღარ გავაგრძელებ ამას, იმიტომ რომ შემშლიან ესენი ჭყუიდან. აქ უკვე იმხელა უსამართლობებს წავაწყდი მე. პოლიციელი, რომელიც მირეკავს და ჩემი ხათრით აღარ თქვათ იმ ქალზე ცუდი. რომელი პოლიციელი ეხვეწება ადამიანს, მოქალაქეს, რომ ჩემი ხათრით მაინც აღარ თქვათ იმ ქალზე ცუდიო. ბიჭო, თქვენ დებილი ხო არ გონივართ მე მართლა რა. ღმერთმა გადაგიხადოთ. ის ნერვები, რაც მე ახლა აი ამ დღეებში დამაწყდა, ხო? დედასპიცა ასმაგად გამოგაცალოთ თქვენი ნერვებიდან რა. 10,000 მაგად დაგაწყვიტოთ ეგ ნერვები დედასპიცავა და თქვენი დედაც არ ვიცი რა უნდა თქვა რა. თქვენ ეს არ შეგერგებათ, თქვენ ეს ვერ შეგერგებათ, თქვენ ეს აუცილებლად ამოგივათ. ყელშიც, ცხვირშიც და ყიფლიბანშიც. დედასპიცა ვარ თუ არ პირველად ვგრძნობ თავს წაგებულად რა. პირველად დავდე ხმალი. მე ამ საკითხს არ გავაგზავნე. მე იქ ლიმბახში არ ვირბენ ამის გამო. მე იქ არ დავიწყებ ის რომ დარეკოებს და იქ მე კიდე იქ გაყალბებებს და ერთხელ შეიძლება დავრეკო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ საკითხს გერმანიაში არავინ არ მიპასუხებს. მომთხოვენ, წერილობით მივმართო მრჩეველმა წერილობით მიმართოს მერე იმას, რასაც არ აკეთებენ და ყურმეს მიკიდებენ. მე რომ მრჩეველთან მოვხვდე, არავინ არ მიპასუხებს, ზუსტად ვიცი რაც მოხდება. გეტყვით რა გინდა დაიჯერეთ გინდა. არავინ არ მიპასუხებს და როგორც იმ დღეს მატყუებდა პირში ის ქალი და დაცვის გამოძახებას აპირებდა რომ გამოეძახა. გამოიძახეთ მეთქი და პოლიციას გამოიძახეთ მეთქი რა. და მე აღარ გამოიძახა რატომღაც. როგორც მაშინ ნერვები მაწყვიტეს, როგორც ეხლა ნერვები მაწყვიტეს, აქ ეს მრჩეველი არის იუდეველების ხალხო. ეს მრჩეველი არის იუდეველების ხელში, იცით თქვენ? მე ვინმე რამეს გამატანინებს ამ დიდ ურჩხულთან და მე აღარ ვაპირებ, დედასპიცა ვარ, აღარ ვაპირებ. ურჩხულს შევეჯახო მარტო იმიტომ რომ ის რაც ვიცი რომ მოხდა, ის დავამტკიცო ფურცელზე. დედაც მოსწყვნია ამ ფურცელსაც, იმ ხალხსაც ვისაც არ სჯერა და თუ ვინმე რამეს მიჩივლებს კიდე 10 კაციდან 9 იმას იტყვის რაც მოხდა სვანეთში. ეს საკითხი განიხილება სხვანაირად რა. მრჩეველი თუ ვინმეს რამე სამართლის დამტკიცება უნდა, არ გამოგადგებათ. აყალბებს საბუთებს. და თუ არ აყალბებს, მაშინ რატომ ატყუებს? რატომ მომატყუა მაშინ? თვალსა და ხელშუა მატყუებდა იმ დღეს როცა ანალიზი ავიღე და თვალსა და ხელშუა მატყუებდა ეხლაც რომ 13-ში მოსული პასუხები არ ქონიათ თურმე 14-ში. ეს ყველაფერი ჩაწერილი ხო არის? თუ არ აყალბებს, კითხოს ვსვავ, რატომ მატყუებს მაშინ, მაინტერესებს რა. აი აქ დავასვავ მე წერტილს აი ამ საკითხს და ვინც ჩემი მოკლა განიზრახა, ვინც იმ ხალხის მოკლა განიზრახა, ვინც იქ იყო, ხო? და მოწამლა განიზრახა. კუბოში ვიხილავ. თვალ ხილულად ვიხილავ კუბოში ჩაწოლილს. აი ესე დავასრულებ მე ამ საკითხს. და თუ გამოძიება იქნება საჭირო, გამოვიძიებ.
ყველას ავაწრიალებ, იცოდეთ რა. მე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ თუ დამჭირდა, თუ საჩივარი შემოვიდა ჩემს წინააღმდეგ, რომ მე ვინმეს რამეს ვაბრალებ. დედას ვიცა ვარ, მიწიდან ამოვთხრი ყველაფერს თქო რა. მე არ დავიწყებ არავის ჩილს, მაგრამ თუ კი საჩივარი შემოვიდა, მიწაზე არ დავტოვებ ცოცხალ არსებას, იცოდეთ რა.